გამარჯობა, ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. ბაჩუ ახალაიას მორიგი მუქარა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ხელისუფლება უნდა დაემხოს. ისაუბრა მისივე თქმით დამხობის სასტიკ მეთოდებზე. კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებების გამო ახალაიას ბრალი უკვე წარდგენილი აქვს. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს დღეს ამ საქმეზე პირველი პროცესი გაიმართა. სასამართლოს ხდომის დეტალებით ნანა გოგატაძე შემოგვერდება ახლა პირდაპირ ეთერში ნანა გისმენთ. უცვლელი მოწოდება უცვლელი ავტორისგან ბაჩუ ახალაიამ საბრალდებო სკამი კვლავ პოლიტიკურ ტრიბუნად გამოიყენა და დაახლოებით 5 წუთიანი სიტყვით გამოსვლის დროს მან ყველაზე ხშირად გამოიყენა სიტყვა დამხობა. ბაჩუ ახალაია თვლის, რომ პოლიტიკური რეალობის შესაცვლელად ერთადერთი გზა არის სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა და როგორც თავად ამბობს, ამისთვის ის ყველაფერს გააკეთებს. შესაბამისი აუდიო ჩანაწერი სოციალურ ქსელში მისმა მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა გავრცელა. ვიცით, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება და მოწოდება ბაჩუ ახალაიამ რამდენიმე კვირის წინ ისევ საქალაქო სასამართლოში და ისევ საბრალდებო სკამიდან გააკეთა და რამდენიმე დღის წინ ბაჩუ ახალაიას ამ საქმის ფარგლებში ბრალიც წარედგინა 317 მუხლის სისხლის სამართლის კოდექსის, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს, თუმცა თუ დღევანდელი განცხადებით ვიმსჯელებთ, ბაჩუ ახალაია ბრალს არ აღიარებს და მეტიც იმავე მოწოდებას აკეთებს. ჩემ თანამოაზრებთან ერთად დავამხო ხელისუფლება ზეკვე ბრალს ვერავინ ამიტყობს. იმიტომ რომ რაც სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალული არ არის, ის ყველაფერი დაშვებია. შესაბამისად, მე ვამბობ, ერთადერთი გზა ამ სიტუაციიდან გამოსვლის ჩვენს ეს აქვს ხელისუფლების, კი ბატონო, ხელისუფლების, ფაქტობრივი ხელისუფლების დამხობა. მე მინდა დავინახო სურათი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ივანიშვილი დაემხოს რაც შეიძლება სასტიკად. სასტიკად. სუსტად იცის ივანიშვილმა ჩამოიყვანს და აი ამ სასამართლოში მოვიდა. ბაჩუ ახალაიას წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმესთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს. არაერთხელ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სუსმა წამებისა და წუთების სიზუსტით დაადგინა ის, რომ სწორედ ბაჩუ ახალაია ხელმძღვანელობდა 4 ოქტომბრის ძალადობრივ პროცესებს. გამოძიებით დადგინდა, რომ სწორედ ის აძლევდა აქციის ორგანიზატორებს მითითებებს ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით. სწორედ 6 თვის წინ პრეზიდენტის რეზიდენციასთან განვითარებული მოვლენები გაიხსენეს დღეს მმართველ გუნდში და ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ბაჩუ ახალაიას განცხადება არის აღიარება და მორიგი დასტური იმისა, რომ 4 ოქტომბრის ძალადობრივი პროცესების ერთადერთი და რეალური მიზანი იყო ქვეყანაში რევოლუციური პროცესების განვითარება და ხელისუფლების დამხობა. ბაჩუ ახალაია არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო საშიში კრიმინალი საქართველოს უახლეს ისტორიაში და იგი პირდაპირ მნიშვნელობით იყო იმ სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი. თავისი განცხადებები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე დამხობას აპირებს, ძალიან კარგია, რა თქმა უნდა და მისასალმებელია, რომ გამოძიება ამ მიმართულებითაც დაწყებულია და ეს ყველაფერი თავის თავს დააბრალოს ადამიანი, რომელიც სასჯელი მოიხადა და წესი და რიგით იგი უნდა ყოფილიყო ძალიან ჩუმად, ძალიან წყნარად, იქიდან გამომდინარე, რომ ძულს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, მაგრამ მაინც არ ისვენებს. ეს სიტყვები ნიშნავს იმ სცენარის, ასე ვთქვათ, აღიარებას, რა სცენარიც 4 ოქტომბრისთვის იყო დაგეგმილი, რა სცენარის განხორციელებაც დაიწყეს. აღსანიშნავია ევროკავშირის, ასე ვთქვათ, მორალურ-პოლიტიკური მხარდაჭერით, რომელიც ჩაუვარდათ და სწორედ ეხლა პასუხისგება უწევთ აი ამ დამხობის შეუმდგარი სცენარის გამო. თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება ახლა სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. მათ შორის არის ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება. მადლობა ნანა, თქვენ უსმენთ ნანა გოგატაძეს. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ტერორისტული აქტის მეორე ეპიზოდზე ბრალდებული ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი. განისაზღვრა წინა სასამართლოს ხდომის თარიღი 18 აპრილი. საგამოძიებო უწყება ლელოს ერთ-ერთ ლიდერს ტერორისტული აქტის კიდევ ერთ ეპიზოდს ედავება საუბარია 2025 წლის 4 მაისს ელისაშვილის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის უკანა მხარეს არქივის შენობაში შეღწევის მცდელობაზე, რა დროსაც პოლიტიკოსმა არქივის ოთახში ნავთობპროდუქტის შემცველი აალებადი ნივთიერება შეაგდო, რის შედეგად ოთახში გაჩნდა ხანძარი. ალეკო ელისაშვილს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თვითონ პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ვიდეო კადრები უარგისია ადამიანის იდენტიფიცირებისათვის და ამის მიუხედავად წითელი დიდი შრიფტით დააწერეს უცნობი მამაკაცის, ნიღბიანი მამაკაცის ვიდეო კადრებს, რომ ალექსანდრე ელისაშვილია თურმე ეს, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელი სამართალდარღვევა. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც ამ საქმეს დააკავშირებდა ალექსანდრე ელისაშვილთან. გაუგებარია, რატომ დაელოდენ 1 წელი და მაინდა-მაინც მარტში რატო ჩაატარეს ეს ძაღლებით ეს ექსპერტიზა. გამოძიება მიმდინარეობდა კანონით დადგენილ ვადებში. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მართალია დაიწყო 197 მუხლით, თუმცა მოცემულ შემთხვევაში გამოძიების მიმდინარეობისას გამოიკვეთა ტერორისტული მიზანი, რომლის გამოკვეთის შემდგომაც მოხდა სწორედ კვალიფიკაციის შეცვლა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე. არა მარტო პატაკია მოცემულ შემთხვევაში გამოკითხვის ჰოქმები აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე სხვა მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდა ტერორისტული მიზანი, მოცემულ შემთხვევაში იყო სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაცია მიზნად, რაც გამოიკვეთა სისხლის სამართლის საქმეზე, გამოიკვეთა ის გარემოება, რომ ბრალდებულს სურდა მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი სასამართლო ინფრასტრუქტურისა და მნიშვნელოვანი ცალკეული საქმეების და მასალის განადგურება, რაც ტერორისტულ მიზანზე მიუთითებდა, მისი მხრიდან დესტაბილიზაციის მიზანზე მიუთითებდა და შესაბამისად მოხდა კვალიფიკაციის შეცვლა. საგამოძიებო უწყების მტკიცებულებებისა და გავრცელებული ვიდეო მასალის მიუხედავად ალეკო ელისაშვილის დანაშაულებრივ ქმედებებს არ მიჯნებიან პარტნიორ პარტიაში. ლელო ირწმუნება, რომ ელისაშვილს ტერორიზმთან კავშირი არ აქვს. სახელმწიფო გუნდი კი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. ქართულ ოცნებაში დარწმუნებული არიან, რომ განაჩენით საბოლოოდ დადასტურდება, რომ ელისაშვილი ტერორისტი, ლელო კი რადიკალური მიზნების მქონე პარტიაა. ეს არ არის არანაირად სამართალი, იმიტომ რომ თვითონ მათივე ექსპერტიზა ამბობს, რომ ეს კადრები, რომელიც გავრცელდა და წინა კადრებიც არ არის ადამიანის იდენტიფიცირებისათვის საკმარისი, საქმე, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში იყო სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მცდელობა და ალეკო ელისაშვილი ამაზე ღიად საუბრობდა, ახლა თურმე ტერორიზმი ყოფილა. ეს არის პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური ოპონენტის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა. ადამიანი არის მიდრეკილი ტერორიზმისკენ და ამ შემთხვევაში არ მოვერიდებ პირდაპირ შეფასებას, რომ ეს არის ტერორისტი, იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ ვიდეო კადრები გვაქვს ჩვენ ნანახი და სასამართლო გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ყოველთვის ველოდებით ხოლმე, მაგრამ ჩვენი თვალით რაც ვნახეთ და იმ პირველ შემთხვევაზე სხვათა შორის უარი არ წუთქონს, პირდაპირ თქვა, რომ კი ბატონო, გადაწვას ვაპირებდითო, ეს ძალიან საშიში ადამიანია და ლელოს ყავს შეკედლებული, ლელო რადიკალური პარტია არის, ისედაც ვიცით, ეს ამაზე მეტყველებს და საერთოდ ჯამში, ალდეს ჯგუფის წევრები არიან და რა ვიცი, ვისურვებდი, რომ ალდემაც დაატოვებინოს თავისი რიგები. მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარი. ორმხრივი ინტერესის სფეროები და უსაფრთხოების საკითხი კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. მართველი გუნდის შეფასებით ამერიკის სახელმწიფო მდივნის პირდაპირ კომუნიკაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დადებითი სიგნალი ორი ქვეყნის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში. მარკო რუბიოს ზარი მმართველ გუნდს უტოვებს იმედს, რომ შტატების ადმინისტრაცია საბოლოოდ გადადგამს ნაბიჯს ჯანსაღი ურთიერთობების აღსადგენად. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გუჩინ სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუბიოსთან საუბრისას ხაზი გაესვა პარტნიორობის გადატვირთვის მნიშვნელობას და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს როგორც ძლიერი პარტნიორის როლის გამტკიცებას. ფაქტია, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ურთიერთობების აღდგენა უკვე მოხდა, იქიდან გამომდინარე, რომ იყო გაიცვალა რამდენიმე ვიზიტი, როგორც ვაშინგტონში, ასევე თბილისში, იყო როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე ჩვენი საპარლამენტო ვიზიტი. და ამას მოყვა გუშინდელი სატელეფონო საუბარი სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის. ეხლა მთავარია, რომ ეს ურთიერთობები უკვე გადაიზარდოს სამუშაო პროცესში და სამუშაო პროცესის შედეგად ჩვენ მივიღოთ აღდგენილი და განახლებული სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, რომელიც დაფუძნებული იქნება ორმხრივ სარგებელზე, რომელიც დაფუძნებული იქნება საქართველოს ინტერესებზე და რომელიც ამავდროულად დაფუძნებული იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებზე. ჩვენთვის ამერიკა არის ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი, სამწუხაროდ ქართულმა ოცნებამ
გააფუჭა ბოლომდე ურთიერთობა. 10 წლიანი მრავალჯერადი ვიზებიც კი აღარ გვექნება და ერთჯერადი ვიზების აღება მოუწევს საქართველოს მოქალაქეს. რამდენი ადამიანი ვინც საგამომთებლებლად დადიოდა ბიზნესისთვის დადიოდა ზიანდება ამისთვის. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიყოთ მძლავრი ამერიკის მძლავრი რეგიონალური პარტნიორი. ძალიან სასიამოვნო სიგნალები არის ზოგადად დავიწყოთ იმით რომ ბატონი მამუკა მდინარაძე იმყოფებოდა თავის კოლეგასთან დაპატიჟებული იყო და იქ ძალიან მაღალი რანგის შეხვედრები იყო. შემდეგ ბატონი ნიკა სამხარაძე ვიხილეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქაც უმაღლესი რანგის შეხვედრები იყო. ამ შემთხვევაში ბატონი რუბიოს ზარი პრემიერ-მინისტრთან და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გვაძლევს ერთობლიობაში იმის საფუძველს რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილები ამერიკის შეერთებულ შტატებთან რეალური პარტნიორობის დაწყების მიმართულებით. ჩვენ ბევრჯერ გაგვიცხადებია, რომ სამწუხაროდ ეს ყველაფერი ძალიან გაჭიანურდა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩვენი პოზიცია იციან, რომ ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ, რომ გზამკვლევი გავწეროთ დროსა და სივრცეში, სადაც პირდაპირ გაწერილი იქნება თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქართულმა მხარემ, ამერიკულმა მხარემ, რომ ორივეს ინტერესები იყოს გათვალისწინებული. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მოლოდინის რეჟიმში ვართ, მოლოდინი ოპტიმისტურია. სიონის ტაძარში პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდები გრძელდება. ილია მეორის საფლავთან ხალხის ნაკადი არ წყდება. პანაშვიდები 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება, სწორედ 40 დღის შემდეგ დაიწყება მსჯელობა ახალი პატრიარქის კანდიდატურასთან დაკავშირებით. კურიერის შეკითხვის საპასუხოდ სასულიერო პირები განმარტავენ, რომ წმინდა სინოდმა გადაწყვეტილება არ აუგვიანეს 2 თვის ვადაში გაფართოებულ კრებაზე უნდა მიიღოს. სასულიერო პირები პატრიარქის ნებასა და 2017 წლის გადაწყვეტილებაზე მიუთითებენ, რომლის თანახმად უწმინდეს სამიტროპოლიტი შიო მუჯირი საპატრიარქო ტახტის მოსახდრეთ სიცოცხლეშივე დაასახელა, რათა დასრულებულიყო მსჯელობა პატრიარქის ანდერძთან დაკავშირებით. ეკლესია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მრევლს შეინარჩუნონ ერთიანობა და დაელოდონ მღვდელმთავრების გადაწყვეტილებას. დღეს ვხედავ, როგორ იმკის პატრიარქი იმდით სიყვარულს და იმდით პატივისცემას, რომელსაც თვითონ უხვად გასცემდა, როგორც მზრუნველი მამა და როგორც ბრძენი მწყემსთავარი. და ადამიანებს საშუალება აქვთ დილიდან გვიანობამდე, ესე იგი მიემთხვიონ პატრიარქის საფლავს, არ წყდება მსახურებები, განუწყვეტლივ მიმდინარეობს პანაშვიდები. რაც შეეხება პატრიარქის არჩევნებს, ეს პროცედურა მკაფიოდ არის გაწერილი მართვა-გამგეობის დებულებაში და შესაბამისად სინოდის წევრები გამოირჩევენ 3 კანდიდატს, რომელთა შორისაც შემდეგ გაფართოებულ კრებაზე მოხდება პატრიარქის არჩევა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მორწმუნეერი და მთლიანად საქართველოს მოსახლეობაც კარგი იქნება თუ სიმშვიდეს შევინარჩუნებ და იმ ერთობას არ დავარღვევთ, რაც ახლა პატრიარქის გარდაცვალებამ, ესე იგი, ერთგვარად შექმნა. რა მნიშვნელობა აქვს პატრიარქის 2017 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, როდესაც მან მეუფეშიო მუჯირი თანამოსაყდრეთ დაასახელა? დიახ, პატრიარქის არა მარტო ამ გადაწყვეტილებას, ყველანაირ გადაწყვეტილებას, თითოეულ სიტყვას, ეპისტოლეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ესე იგი ფუნქცია ჰქონდა. ერთგვარი გზამკვლევი და მიმართულების მიმცემი იყო და მით უმეტეს, როდესაც პატრიარქი მოსაყდრეს გამოირჩევს. სამართლიანობის უნდა ითქვას, რომ მეუფეშიომ გაამართლა ეს ყველაფერი პატრიარქის ნდობა და მართლაც ღირსეულად წაუძღვა ამ 9 წლის განმავლობაში და გაართვა თავის როგორც მოსაყდრის მოვალეობას და რაც შეეხება პატრიარქის დაკრძალვაც მის კომპეტენციაში შედიოდა და ჩვენ ყველამ ვიხილეთ, როგორი ლამაზი და ამაღლებული იყო ეს დაკრძალვის ცერემონიალიც, ისეთი როგორი ლამაზი და ამაღლებული პატრიარქიც ყავდა და ეს ძალიან უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტაა, თავისთავად ბევრ ამაზე მიუთითებს, მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა სინოდის წევრები თავისუფალნი არიან თავის არჩევანში. ეს პატრიარქის გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია, რა თქმა უნდა, პატივსაცემია, მაგრამ მეორე მხრივ მათ აქვს თავისუფლება ჩვენს მღვდელმთავრებს, რომ მშვიდად და ლოცვით გამოირჩიონ ღირსეული მწყემსთავარი. წუთიერი დუმილით გაიხსნა პარლამენტის პლენარული სხდომა. დეპუტატებმა კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს. პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ ისაუბრა ილია მეორის ღვაწლზე. ჩალო პაპოშლმა ყურადღება ასევე გაამახვილა 31 მარტის რეფერენდუმზეც. რასაც ჩვენ პატივს მივაგებთ ადამიანს, რომლის სახელიც განუყოფლად არის დაკავშირებული თანამედროვე საქართველოს სულიერ და სახელმწიფოებრივ აღორძინებასთან. მის მოღვაწეობა ცდება ეკლესიის ფარგლებს და წარმოადგენს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების ერთ-ერთ
მთავარ განმაპირობებელს. რწმენის, სახელმწიფოს და ეროვნული სიმბოლოს გამთლიანება არის სწორედ პატრიარქის ეპოქის მთავარი მემკვიდრეობა. და ამიტომ მისი ღვაწლი იქნება არა მხოლოდ წარსულის ნაწილი, არამედ იქნება თანმდევი ჩვენი სახელმწიფოსი, ჩვენი ეკლესიის და ჩვენი საზოგადოებრივი ცნობიერების. ეს ასევე გამორჩეული დღეა 31 მარტი 35 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩატარდა დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი, სადაც სრულიად საქართველომ, ყველა კუთხემ, ყველა შვილმა ჩვენი ქვეყნისა ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას და ჩვენ 35 წელია დამოუკიდებლობას როგორც პასუხისმგებლობას ისე ვატარებთ, დამოუკიდებლობას როგორც გამოწვევას ისე ვატარებთ, ვინაიდან თავისუფლება არ არის ადვილი და ამ თავისუფლებას სჭირდება ყოველდღიური ბრძოლა და გაფრთხილება. ამ დამოუკიდებლობის საფუძველში იყო ეროვნული მოძრაობა, რომელმაც მაშინ მთელი ერი ამ იდეის გარშემო გააერთიანა და დღეს გახლავთ ასევე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე, რომლის სახელობის დარბაზშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით და სწორედ ესეც აქ ამ დარბაზში, ამ ტრიბუნიდან იქნა მაშინ ზვიად გამსახურდიას მიერ გაცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. დღეს 31 მარტია. ქვეყანაში დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა. 31 მარტი ასევე არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღე. ზვიად გამსახურდიას, რომელმაც რეფერენდუმიდან სულ რამდენიმე დღეში 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს პარლამენტის დღეს უკვე მისი სახელობის დარბაზში გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ისტორიულ თარიღს სოციალურ ქსელში ეხმაურებიან პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. 31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღეა. 91 წლის 31 მარტს გაიმართა საყოველთაო რეფერენდუმი, რომელშიც სრულიად საქართველომ, მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ ერთსულოვნად მსოფლიოს გასაგონად საქართველოს სუვერენულ მომავალს მისცა ხმა. 31 მარტის რეფერენდუმმა შექმნა ურყევი სამართლებრივი საძირკველი, რომელსაც თანამედროვე ქართული სახელმწიფო ეფუძნება. ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ ამ ფასდაუდებელ მონაპოვარს, ღირსეულად დავიცვათ და გავაძლიეროთ სახელმწიფო ებრიობა, რომელიც 1991 წლის რეფერენდუმმა განამტკიცა. 1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს ხმამაღლა განუცხადა. საქართველო ირჩევს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. ჩვენს ისტორიას იშვიათად თუ ახსოვს ერის ასეთი ერთიანობა და საერთო ღირებულებების ირგვლივ ერთსულოვნად შეკრული საზოგადოება. დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის შედეგები იქცა სუვერენული საქართველოს იმ ურყევ სამართლებრივ საძირკვლად, რომელზეც უკვე 35 წელია ჩვენ სახელმწიფოებრიობას ვაშენებთ. ჩვენი ვალია დავიცვათ ის უდიდესი მონაპოვარი, რომლისთვისაც წინაპრები თაობების განმავლობაში იბრძოდნენ. ჩვენი ვალია მოუფრთხილდეთ იმ უძვირფასეს მემკვიდრეობას, რომელმაც ჩვენი დღევანდელობა განსაზღვრა. განვამტკიცოთ სუვერენიტეტი და განვაგრძოთ სვლა კიდევ უფრო ძლიერი, ღირსეული და ერთიანი საქართველოს მშენებლობისკენ, სახელმწიფოსკენ, სადაც საკუთარ ბედს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი განაგებს. ურთიერთბრალდებები და პოლიტიკური განცხადებები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა სხვადასხვა საკითხზე საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს. მმართველი გუნდის წევრებმა 9 ოპოზიციური პარტიის ალიანს გარე ძალების დავალებით შექმნილი ერთობა უწოდეს. გახარიას გუნდის წევრებმა კი ყურადღება ფასებზე გაამახვილეს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ერთი მხრივ მიხეილ სააკაშვილმა, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მთავარმა შემოქმედმა და მეორე მხრივ კი ნიკა გვარამიამ, მისმა გენერალურმა პროკურორმა დაადასტურეს, რომ გაერთიანების შესახებ დავალება მათი გარე პატრონებისგან მიიღეს. მართალია ამ ძალებს ისინი პარტნიორებად მოიხსენიებენ, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ისინი არა მარტი პარტნიორები, არამედ პატრონები არიან. რაზეც არ უნდა ისაუბროთ, ვისგანაც არ უნდა მიიღოთ დავალებები. გაერთიანების მერამდენე წრეზეც არ უნდა წახვიდეთ. როგორც არ უნდა შეფუთოთ და რა პიარ ტექნოლოგიაც არ უნდა გამოიყენოთ. თქვენი უდღეური, უსუსური, ვითომ და პოლიტიკური ალიანსის ბრენდირებისთვის ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ თქვენ ახალი გაერთიანება კი არა,
ისევ ძველი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხართ და წარმოადგენთ სისხლიან რეჟიმს. ამ ქვეყანაში 77,000 ბავშვი შიმშილობს ოფიციალურად. შიმშილობს იმიტომ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში არაფერი გაიაფებულა, პირიქით გაძვირდა. გაძვირდა საკვები, გაძვირდა წამალი, გაძვირდა ექიმთან ვიზიტი, გაძვირდა წყალი, გაზი. გუშინ თქვენ გააძვირეთ 30%-ით ელექტროენერგია. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ დენი, წყალი და გაზი ამ ქვეყნის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ მიეწოდება. გაძვირდა საწვავიც, გაძვირდა პირველადი მოხმარების ნივთები. არასდროს არ იყო ნაკლებობა საქართველოში პოპულიზმისა. არასდროს. ეს თქვენ პირველები არ ახართ, რომელიც საქართველოს შიმშილში ამოწყვეტის სცენარებს და სურათებს ხატავთ და არც ბოლო არ იქნებით. მაგრამ ერთი რამე უნდა გაითვალისწინოთ, რომ როდესაც საუბრობთ, ტარიფები გაძვირდება, ან ადამიანები შიმშილობენ, რომ არ იყოს ეკონომიკური ზრდა და მართვადი ინფლაციური პროცესები, აი მართლაც მაშინ გვექნებოდა ისეთი სწრაფი ზრდა ფასებისაც, ცხოვრების დონის გაუარესებისაც, რაც სოფლიოში და ჩვენს გარშემო ხდება. ამიტომაც არის, სანამ ასე ვთქვათ, მორიგ პოპულისტურ ამოფრქვევას გააკეთებთ, კარგად გაითვალისწინეთ, რომ ამ პოპულიზმით ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, რო იტყვიან, ფონს გასვლა ვერ მოახერხა და ვერც თქვენ ვერ მოახერხებთ. სწორედ ამ დღეებში ქართველი ხალხის გენეტიკა მიმძლავრა და განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში გარედან თავს მოხვეულ სიძულვილს სიყვარული დაახვედრა, მუქარას მტკიცე ხასიათი, ჩხუბს და დაპირისპირებას სიმშვიდე და თავმდაბლობა, შიშს გამბედაობა, ხოლო წუთისოფელს მარადიულობის განცდა დაუპირისპირა. სწორედ ამ ძალამ მოიყვანა დღემდე საქართველო, სწორედ ასეთი ხალხი ქმნიდა ყოველთვის საქართველოს ისტორიას და სწორედ ასეთი ხალხის ძალის ეშინოდა ყოველთვის მოწინააღმდეგეს, რომლის მთავარი მიზანი იყო შეესუსტებინა ეკლესია და ის ღირებულებები, რომელზეც იდგა საქართველოს სახელმწიფო. ქართველი ხალხი ცალ ფეხზე მონური ფსიქოლოგიით არ დაელოდება არსად გაწევრიანებას. სამაგიეროდ ორ ფეხზე მდგომი საათობით დაელოდება თავისი პატრიარქისგან ლოცვა-კურთხევის მიღებას სამშობლოს დასაცავად. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომპლექსურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტები გამოავლინეს. დაკავებულია ერთი პირი. გამოძიების მიხედვით საქართველოს მოქალაქე საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარკვეული თანხით სანაცვლოდ სისტემატურად ამზადებდა საქართველოსა და უცხო ქვეყნების ყალბპირადობის დამადასტურებელ და მართვის მოძმობებს. დაკავებული დოკუმენტებს საზღვარგარეთ მყოფ დამკვეთებთან და შუამავალ პირებთან პოსტით აგზავნიდა. პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ყალბი დოკუმენტების დასამზადებელი სპეციალური მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა და ყალბი დოკუმენტები. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯგუფურად წამების, გამოძალვის, ძარცვის, სალოდობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 12 პირის მიმართ სასამართლო აღკვეთი ღონისძიებაზე მსჯელობს. საქმე რამდენიმე ეპიზოდად არის გაყოფილი. დაკავებულების ნაწილს პატიმრობა უკვე შეეფარდა. ფაშისტურ-ნაცისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრები განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის მსხვერპლზე, მათ შორის არასრულწლოვანებსაც. მე ვიცავ 16 წლის განმავლობაში კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს. მას ბრალი წარდგენი აქვს საკმაოდ მცირე მუხლებზე, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ქცეულობის კუთხით ძალიან უჭირს საქმეს. გარდა ერთი ჩვენებისა, საქმეში არ მოიპოვება შესაბამისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს ჩემი დაცვის ყოფი პირის ბრალეულობას. ამ ეტაპზე ჩემი დაცვის ყოფი იყენებს დუმილის უფლებას. რაც შეეხება იდეოლოგიასთან კავშირს, იგი უარყოფს ყოველგვარ იდეოლოგიასთან კავშირს. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნენ ნაცისტურ-ფაშისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრები. დღეს სასამართლოში განიხილებოდა მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი, სადაც სასამართლომ სულად გაიზიარა ბრალდების ხარის პოზიცია და კანონთან ყოფში ყოფ პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა მოცემულ შემთხვევაში. მოცემულ სისტემის საქმეში მოპოვებული არის გამოძიების მიერ როგორც მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ასევე ვიდეო ჩანაწერები არის სისტემის საქმეზე გამოთხოვილი, დამაგრებული სათანადო წესით, არსებობს სხვა საგამოძიებო საპროცესო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მათ დეტალურ შინაარსში ამ ეტაპზე თავად არასრულწლოვანების საუკეთესო ინტერესებისა და გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით ვერ შევა.
დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულების პროცესი გაიმართა. სხდომაზე გამოიკითხნენ საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის არასრულწლოვანი გოგოს მშობლები. გიგა ავალიანის საქმეზე სამართალდამცველებმა 4 პირი დააგავეს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხნენ ია იმნაძის მშობლები, როგორც დედა, ასევე მამა. აღნიშნულმა პირებმა ცადეს გიგა ავალიანისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება და განაცხადეს ისეთ გარემოებებთან დაკავშირებით, თითქოს და მათი შვილი იყო სექსუალური შევიწროების მსხვერპლი მათემატიკის მასწავლებელთან, თუმცა მათი მიერ მიწოდებული ინფორმაციის ობიექტურობაში ისედაც გვეპარებოდა თავდაპირველადვე ეჭვი, ესენი არიან სუბიექტური მხარე დაინტერესებული საქმის შედეგებით და ნია იმნაძის იმიჯითაც საზოგადოებაში. ამიტომ აღნიშნულმა პირებმა განაცხადეს ისეთ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის სხვა საქმის სხვა მტკიცებულებებთან და თავად ნია იმნაძის სამ გამოკითხვის ოფთანაც, რომელიც უდაოდ იქნა მიჩნეული დაცვის მხარის მიერ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 19 მილიონ ლარამდე ღირებულების 626 კილოგრამის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა. საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაანადგურეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის კოკაინი, ჰეროინი, მეთადონი, MDMA, ალფა-PVP, კეტამინი, ამფეტამინი, კანაფი, მარიხუანა და სხვა. ასევე გაანადგურდა ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები. კანონმდებლობის შესაბამისად ნარკოტიკების განადგურების პროცესი გარემოს დაცვითი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა. შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტს ეწვია. მინისტრი ახლად შექმნილი ბადრაგების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა და მათ სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე განიხილეს დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის ახალი სამმართველოს მუშაობის სპეციფიკა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრისას ხაზი გაესვა გაეროს მოსახლეობის ფონდის მნიშვნელოვან როლს ადამიანის უფლებების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების პროცესში. საუბარი შეეხო ქვეყანაში დემოგრაფიული კუთხით არსებულ მდგომარეობას და აღნიშნული გამოწვევის დასაძლევად გადასადგმელ ნაბიჯებს. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები. განსაკუთრებული მსჯელობის საგანი იყო საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავების, უკანონო ბორდერიზაციის და საოკუპაციო ხაზზე გადასასვლელი პუნქტებზე დაწესებული რეჟიმის შემსუბუქების საკითხები აღდგომის დღესასწაულის პერიოდში. ოკუპირებული ახალგორისა და ზნაურის მიმართულებაზე, სადაც მოქმედებენ ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტები, განიხილება შესაძლებლობა, რომ აღდგომის დღეებში რამდენიმე დღით მოხდეს მათი გახსნა, რაც შეეხება მთავარ მოთხოვნას, რომ თამარ მეარაღიშვილი დაბრუნდეს საკუთარ სახლში. პრაქტიკულად შემიძლია თქვა, რომ მათ თავი აარიდეს ამ საკითხის განხილვას და დააფიქსირეს ნეგატიური პოზიცია. განვიხილეთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი, საუბარი შეეხო უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლებას. ამ კუთხით სამწუხაროდ არსებითი ძროები არ არის. ეკონომიკური ზრდის წინასწარის შეფასება გამოაქვეყნა საქსტატმა. უწყების ინფორმაციით 2026 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 8.8% შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 8.4%-ია. ჯამურად იანვარ-თებერვლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.4%-ით განისაზღვრა. უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტის და დასაწყობების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, განათლების სექტორებმა, ასევე სხვა სექტორებსაც ჰქონდათ მნიშვნელოვანი კონტრიბუცია, რაც ზოგადად მიანიშნებს, რომ ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული. აქვე აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობია საგარეო ვაჭრობის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციები. ჩვენი მოლოდინია, რომ პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია 2026 წელსაც შენარჩუნდება, რასაც
ხელშეუწყობს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული სტრუქტურული რეფორმები, მათ შორის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება. სასიხარულოა, რომ დაფიქსირდა ძლიერი ეკონომიკური ზრდა, თვის ზრდა არის 8.8%, ხოლო ორი თვის იანვარ-თებერვლის არის 8.4%, უფრო მაღალი ვიდრე შაშანდელი წლიური შედეგი და ის რომ ზრდადია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, მიუთითებს, რომ ქვეყანა სწორი მმართველობით ვითარდება და კეთილდღეობის დონე სწრაფად იუმჯობესებს, რა თქმა უნდა, ბუნებრივია ჩვენ ველოდებით წლის ძლიერი შედეგებით ასრულებას. ახლა კი უცხოეთი ირანის თავდასხმის შემდეგ ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქებში სახანძრო სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. კასეტური საბრძოლო მასალით აღჭურვილი რაკეტების სამიზნე სამოქალაქო საცხოვრებელი ზონა გახდა, დაზიანებულია სახლები და ავტომობილები. მედიის ინფორმაციით დაშავებულია 8 მოქალაქე. გრძელდება მოკავშირეების სამხედრო კამპანია ირანშიც. ბოლო 24 საათის განმავლობაში დარტყმები 170 ობიექტზე განხორციელდა. ისრაელის და შტატების ძალებმა იერიში მიიტანეს ირანის სამხედრო ბაზებზე, თავდაცვის ინდუსტრიულ ობიექტებსა და შიდა უსაფრთხოების ცენტრებზე. ძლიერი აფეთქებებია თეირანშიც. რეკლამის შემდეგ კურიერი ეთერში ბრუნდება, გამაგრძობთ გამოშვებას. ინფრასტრუქტურის და განათლების მინისტრები თბილისში ადგილზე გაეცნენ მეოთხე საჯარო სკოლის მიმდებარე სარეაბილიტაციო სამშენებლო პროცესს და არსებულ საჭიროებებს. რევას სოხაძემ და გივი მიქანაძემ განსაზღვრეს კონკრეტული ნაბიჯები პროექტის დაჩქარებისა და სამუშაოების ეფექტიანად განხორციელებისთვის. პროექტები ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმების შემდეგ გადაეცა. მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან დადებითად აისახება საბოლოო ჯამში ამ ლოკაციებზე სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და ჩვენ პროაქტიულად ვიმოქმედებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ეს პრობლემები გადაწყდეს და ბავშვებს მიეცეთ უკვე თანამედროვე სტანდარტების სკოლებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. ერთობლივი ძალისხმევით, ურთიერთშეთანხმებით, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე ორივე სამინისტროს პირველი პირების მხრიდან მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რაც ორიენტირებული არის ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებაზე, იმ პროცესების წარმართვაზე, რაც აუცილებელი არის ჯანსაღი გარემო შექმნისა და სწავლა-სწავლების პროცესის უზრუნველყოფაზე. ზუგდიდში ზღვიად გამსახურდია საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური შენობა სამკითხველო დარბაზს, მედიათეკას, სამუშაო, სალექციო, საკონფერენციო და საგამოფენო სამუზეუმო დარბაზებს, საფონდო სივრცეებსა და სარესტავრაციო ლაბორატორიებს მოიცავს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამოფენა თანამედროვე ქართული ხელოვნება. ასევე გაიმართა კონსტანტინე გამსახურდიას საჯარო ლექცია, ღონისძიებას კულტურისა და თავდაცვის მინისტრები დაესწრნენ. ჩვენი სახელმწიფოებრივი შეგნება დგამს ისტორიულ ნაბიჯს, მე ვიტყოდი, და ეს ნაბიჯი გადადგმულია აქ, ამ ადგილას, სადაც იხსნება სრულიად უნიკალური და უანალოგო კულტურული ცენტრი. უმთავრესი არის ის, რომ ჩვენ ნელ-ნელა უახლოვდებით იმ მდგომარეობას, როდესაც საქართველოს ბედი გადაწყდება მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან. ეს იყო ზვიად გამსახურდიას ოცნება. საქართველოში პირველად გაიხსნა ზვიად გამსახურდიას სახელობის პირველი საპრეზიდენტო ცენტრი. დღეიდან ეს ცენტრი იწყებს მუშაობას იმისათვის, რომ მოემსახუროს ახალგაზრდებს უპირველეს ყოვლისა ის იდეალები, რასაც ერქვა ზვიად გამსახურდიას იდეალები, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა, ყველაფერი ეს ამ ცენტრში იქნება წარმოდგენილი. ეს იქნება ადგილი, სადაც შესაძლებლობა იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, საგანმანათლებლო და სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარებისათვის, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ასევე ადგილი იქნება, სადაც ძალიან ბევრი იდეა და კარგი ისტორია დაიწერება ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. დღეს გვაქვს უგრძელებს ულამაზესი დღე და ჩვენ გვინდა მივაგოთ პატივი ასევე ბატონ ზვიად გამსახურდიას, ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთადერთი ცენტრი მთელ საქართველოში იქნება ყველაზე ფუნქციური, ყველაზე ცოცხალი ორგანიზმი. თელავის ისტორიულ მუზეუმში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია ფონდში დაცული ახლად რესტავრირებული უნიკალური ხატები, საღვთისმსახურო საგნები და ერეკლე მეორის დროინდელი სახარება. გამოფენა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღის ფარგლებში იმართება. ეს გამოფენა უკავშირდება საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლის 1700 წლის თავს და მიძღვნილი არის
ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეუღლის ხსოვნისადმი. ეს ღონისძიებები კიდევ უკვდავ ყოფს მის ხსოვნას და ეხმარება თითოეულ ჩვენთაგანს ამ ტკივილის გადატანაში. გაიხსნა გამოფენა, რომელიც მიძღვნილია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეუღლის ხსოვნისადმი და გაიხსნა ეს 31 მარტს. 31 მარტს 1991 წლის საქართველოს მოსახლეობამ ერთხმად მისცა მხარი დაუჭირა რეფერენდუმით საქართველოს სუვერენიტეტს. სუვერენიტეტს, რომელსაც მთელი ცხოვრება ქრისტიანობასთან ერთად ემსახურებოდა ჩვენი პატრიარქი. ამ გამოფენაზე არსებული ხატები, რომელსაც ხედავთ, ეს ყველაფერი არის ჩვენი თელავისტორიული მუზეუმის საეკლესიო ფონდიდან. მაგ ძალიან მდიდარი ფონდი, თქვენს ნახეთ ალბათ ეს და ძირითადად რაც მთავარი არის ხატები, ქართული ხატები. კურიერი 6-ზე დასრულებულია მე დღეს ამით გემშვიდობებით, ახლა კი ეთერს უთმობს სპორტს და ლაშადვარიშვილს. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებპორტს rustavi2.gr და ასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით rustavi2-ის Facebook გვერდზე. ნახვამდის.